მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ შორეული ქალაქის 54 ეპიზოდის ანალიზის შესახებ. სერიალში შორეული ქალაქი ნამდვილი ქარიშხალი იწყება. ის, რასაც ახლა გეტყვით, სერიალის ბალანსს მთლიანად შეცვლის. სერიალში შემოდის ახალი პერსონაჟი, მერიემი, რომელიც ყველაფერს თავდაყირად ააყენებს. ვინ არის ის და რატომ აღმოჩნდება ჯიხანი ასეთი რთული არჩევანის წინაშე? დავიწყოთ. მერიემის გამოჩენა არ იქნება უბრალო შემთხვევითობა. ისტორია უკიდურესად დრამატულ გარემოში, ციხეში იწყება. მერიემი მარდინის ციხეში ქმრის კვლელობისთვის იხდის სასჯელს. ეს ფაქტი მიანიშნებს მის ბნელ წარსულსა და იმ ძალადობაზე, რომელშიც ის იყო ჩართული. ჯიხანი მერიემს მაშინ ხვდება, როცა ციხეში საკუთარი დედის მოსანახულებლად მიდის. ეს შეხვედრა სერიალში ნამდვილ შოკურ ტალღას გამოიწვევს. ჯიხანისთვის ეს მხოლოდ ძველ ნაცნობთან შეხვედრა არ არის. ეს არის წარსულის ემოციების, სინანულისა და მისი როგორც მხსნელის როლის გაღვიძება. ჯიხანი თავისი მფარველი ბუნებიდან გამომდინარე გადაწყვეტს მერიემი ციხიდან დაიხსნას. თუმცა ეს კეთილშობილური ნაბიჯი ძიმე დარტყმას მიაყენებს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას ადამიანს, ალიას. ალიასთვის ეს ნაბიჯი ნიშნავს ეჭვიანობას, დაუცველობის განცდას და ნდობის სრულ დაკარგვას. ის ფიქრობს, რომ მათი კავშირი ჯერ კიდევ არ არის იმდენად მტკიცე, რომ ასეთ გამოცდას გაუძლოს. მერიემის არსებობა ალიასა და ჯიხანს შორის გადაულახავ კედელს აღმართავს. მოვლენები იქამდე მიდის, რომ ალია თავისი ცხოვრების ყველაზე რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს. ის დათანხმდება ბორანის შეთავაზებას და უარს იტყვის ჯიხანთან ქორწინებაზე. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ეს არის მისი სტრატეგიული გეგმა, რომ შვილთან, დენისთან ერთად შეძლოს ყოფნა და მოიპოვოს მისი მეურვეობა. ბორანის სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერსონაჟი. საბოლოოდ იმას მოიმკის, რაც დათესა. ჯიხანი აღმოაჩენს ვურგუნის მიერ დატოვებულ ვიდეოს, საიდანაც გაიგებს, რომ ვურგუნს, რომლის კვლელობაც ბორანის ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც საზღვარგარეთ ციხეში იმყოფება. ჯიხანი ამ გოგონას მარდინში ჩამოიყვანს. როდესაც გოგონა გაიგებს, რომ მისი მამის მკვლელი ბორანია, მასში შურისძიების ცეცხლი აინთება. სეზონის ფინალში სწორედ ვურგუნის ქალიშვილი ესვრის ბორანს, რაც იქნება სისხლიანი შურისძიების ციკლის ლოგიკური დასასრული. ბორანის წასვლა სერიალიდან ახალ სეზონში კარტებს სრულიად გადაათამაშებს. სცენაზე შემოდის მერიემის და მუჟგენი. მისი გამოჩენა ახალ მუხტს შემოიტანს სერიალში და შეარყევს ძალათა ბალანსს, როგორც სასახლეში, ისე მთელ მარდინში. ვის მხარეს დაიჭერს ის? ეს ჯერ კიდევ საიდუმლოა. პარალელურად სამართლიანობა პოულობს გზას. ზერინისა და კაიას ბავშვის საკითხი წყდება. ბავშვს დემირს ართმევენ. დემირის манипуляციები და ძალაუფლება მისსავე მარცხით სრულდება, რასაც მაყურებელი დიდი ხნის მანძილზე ელოდება. მეგობრებო, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ჯიხანის ახალი სტრატეგია. ალიას სასახლეს დატოვებს და სხვა სახლში გადავა დენისთან ერთად საცხოვრებლად. მას შემდეგ, რაც ალია სასახლიდან წავა, ჯიხანი მას კი არ აიძულებს დაბრუნებას, არამედ ხდება მისი ჩრდილოვანი მფარველი. ის შორიდან აკონტროლებს ყველაფერს. მისი მთავარი მიზანი ახლა დენიზის მეურვეობის მოპოვებაა. ჯიხანს სურს შეძლოს ალიასთვის დენიზის მეურვეობის დაბრუნება. ალიასთვის კი ახალ სახლში გადასვლა მხოლოდ დასაწყისია. ეს არის მისი დიდი ბრძოლა სრული დამოუკიდებლობისთვის. მერიემის და მუჟგენი, რომელიც სერიალში შემოდის, წარსულში დემირთან იყო დაკავშირებული. ეს ძველი ამბავი დემირისთვის ნამდვილი განაჩენი იქნება. დემირის ძალაუფლება, რომელიც ბავშვზე კონტროლით იყო მოპოვებული, საბოლოოდ ინგრევა და მისი წასვლა სერიალიდან მაყურებლისთვის ნამდვილი შვება იქნება. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა მერიემი, რომელიც დიდი უსამართლობის მსხვერპლია. ის იძულებით გაათხოვეს. ახლა ის ციხეშია, მაგრამ მისი გამოჩენა ჯიხანს გონებას აურევს. ჯიხანი მასში მხოლოდ ძველ სიყვარულს კი არა, იმ დანაშაულს ხედავს, რომელმაც მერიემის ახალგაზრდობა შეიწირა. ირკვევა, რომ მერიემს შვილი ჰყავს. ყველას გონია, რომ ბავშვი მისი ქმრისგანაა, თუმცა არსებობს დიდი შანსი, რომ მამა თავად ჯიხანი იყოს. მერიემი არ არის შურისძიებით აღსავსე, მაგრამ მისი უბრალო არსებობაც კი ალიასა და ჯიხანის ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
სწორედ მაშინ, როცა ჯიხანი მერიემის გამო დაბნეულია, ალია იგებს, რომ ფეხმძიმედაა. ეს ბედნიერება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალიას შიშმა მოიცვა. მას ეშინია, რომ ალბორებისა და ეჯმელის სისხლიან ომში შვილს ვერ დაიცავს. ის აპირებს ჯიხანს ყველაფერი უთხრას, მაგრამ როცა ჯიხანი მერიემზე დაუწყებს საუბარს, ალია ჩუმდება. ის ფიქრობს, რომ ჯიხანის გული უკვე სხვას ეკუთვნის და ბავშვის მოცილებაზეც კი ფიქრობს, თუმცა დიდობრივი ინსტინქტი ამას არ აკეთებინებს. მერიემის და მუშგანი ამბიციური, ფუფუნების მოყვარული და დაუნდობელი პერსონაჟია. მუშგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ მერიემი ალბორების რძალი გახდეს, რათა თავადაც მდიდრ ცხოვრებაში აღმოჩნდეს. ის იქნება მთავარი ბოროტმოქმედი, რომელიც ალიას ცხოვრებას გაამწარებს. განსაკუთრებით საინტერესოა სადაქათის პოზიცია. როდესაც ის მერიემს ციხეში ნახავს, მასში წარსულის მძიმე აჩრდილები გაეღვიძებს. სადაქათი ხვდება, რომ ის რაც წლების წინ მერიემს გაუკეთეს, უდიდესი უსამართლობა იყო. მას აწამებს სინდისის ქეჯნა იმის გამო, რომ მერიემის ცხოვრება ასე ტრაგიკულად წარიმართა. სწორედ ამიტომ სადაქათი ახლა ცდილობს მერიემთან უფრო რბილი და თბილი იყოს. მისი ეს დამოკიდებულება ჯიხანზეც მოქმედებს და მათ შორის ურთიერთობა სულ სხვა ელფერს იძენს. თუმცა სადაქათი მაინც ორ ცეცხლს შუაა. ერთ მხარეს მისი ოჯახის ინტერესებია, მეორე მხარეს კი დატანჯული ქალი, რომლის წინაშეც თავს დაამნაშავედ გრძნობს. დემირის პერსონაჟი, როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს სერიალს დაემშვიდობება, მაგრამ მისი ბოლო ნაბიჯები ყველაზე სასტიკია. ახლა ზერინის სასტიკ არჩევანზე მიდის. ის კაიას ერთადერთ ადამიანს, ვისაც უყვარდა, საკუთარი ხელით იშორებს. ის ხდება ცივი და უხეში, რათა დემირს დაუახლოვდეს და შვილთან მიაღწიოს. ზერინის წირავ სიყვარულს შვილისთვის კაია კი ვერ ხვდება, რატომ გაიყინა მისი საყვარელი ქალი. მეგობრებო, შორეული ქალაქი ნამდვილ დრამად იქცა. ვინ გაიმარჯვებს, ალიას თავგანწირვა თუ მუშგანის ამბიცია? შეძლებს თუ არა მერიემი საიდუმლო შვილის დაცვას? დაწერეთ თქვენი ვარაუდები კომენტარებში. თქვენი აზრით, ვისი შვილია მერიემის ბავშვი? არ დაგაიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ სერიალის მომდევნო ანალიზი. მომავალ შეხვედრამდე.